მე არ მასწია ეხა. როგორ ბავშვებო? ყოჩახდე, შენ როგორ ხარო გეკითხებიან? როგორ ხარ? შენ როგორ ხარო? კარგად ხარ? მოკლედ ძვირფასებო. ეხლა წუხებ გადავხედე ძალიან ძველ ვიდეოებს რაღაცას ვეცებდი ჟელატინისას და ვერ ვიპოვე. არა უშავს უყურე ამით ამოიღე. ხო და YouTube-ს ჩემი ორი ვიდეო მე აღარ გამიგრძელებია კიდე რომ მენახა. ძალიან გვიანი იყო და ადას აქ თმას რო ვუკრავ ეგეთი ვიდეო ძალიან სარაფანი აცვია თუ ვარდისფერი მაიკა ხო გრძელი მაიკა წაუშლია ანუ მე ვხედავ მაგრამ სხვები ვერ ხედავენ ამას ჩემს ვიდეოს რომელიც YouTube-მა წაშალა მე მეორე სხვაზე რო ვართ და ყველა საცურაო კოსტუმი აცვია ადას მით უმეტეს რა ვიცი ბავშვის მაკომპრომიტებელი არისო თუ რაღაცაო და წაუშლიათ ეს ვიდეო ვერ გავიგეთ ასაც მივიდონაოთ ზღვაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ აზრზე არ ვარ გოდეს ვასწავლე და ნახეთ რა კარგად გააკეთა ცივიჭკვიანი ბიჭი დედასი კვერცხი გვინდაო და ეხა კვერცხი უნდა შევწვათ გავამზადებ ეგ ხელი გაიწმინდე ხახვი და რაღაცეები მე გაჩეჩილი დავდივარ როგორც ადა და წვანილი თან არის ბოსი უგემრიელესიო ანუ მანელი დილა მშვიდობისა როგორ ახართ როგორ გიკითხოთ მე რა ვიცი ეხლა მე მგონი ჩემი რიგი არის და ჩემთან მოდის ეგ გაციება მახოლებს უბრალოდ ხამე ბალისზე თავს ვერ ვდებ ლაცტონინი მე და ადას ერთნაირად სიცხე ქონდათ ადასაც გეგასაც ორივეს ძალიან მაღალი წუხელ ანუ დღის განმავლობაშიც ქონდათ მაგრამ წუხელაც ვუი ხო იოდინოლი შევისხუროთ გოდე მოდი დედიკო გოდეს იმიტომ რომ ხელება არ აწუხებს ცალკე იმით ვაკეთებ და ან გოდესით მერე გეგას ანუ ამ ორს ერთნაირად არ იმავშვები მოდი დედიკო შეისხულე მოდი ჩემი მაგარი გოგო მე ჩამეხულა რა გახველებს გოგო მთელი ღამე ბალისზე თავი არ დაგიდია უყურე გეგა მოდიდე არა იმას ძალით უნდა გავუკეთო სხვანაირად არ ჩერდება გეგა ენა გამოყავი სუპერ ბიჭი ხარ გეხვეწები არ მოიკუნდო და ტანი გაასწორე ხოლმე ვეიტან აქ მერე რო იყრება ყველაფერი ეხლა ხო წვანიც მერე გამოვიდა განახათ რა ამბავია ესე იგი მაცივარიც კი თახატულია ფლომასტერით ჩემთან ყველაფერი ადას დამსახურებით ოღონდ სხვა არა ვიცით მუხანი წასულია დაკრძალვაზე და წესითაცი უნდა მოვიდეს საერთოდ არაფერი არ მაქვს ნაყიდი საახალწლოდ არაფერი ხვალ მუხრანი სამსახურშია ზეგ სამსახურშია ანუ 31-ში სამსახურშია მე არაფერი არ მაქვს მოდის 6-ის ნახევრისკენ ანუ ყველაფერი ბაზარში დაკეტილია სუპერმარკეტებში თუ რამეს იყიდით ორე всё ყველგან ყველაფერი რო დაკეტილია და გუშინწი რო ვეუბნებოდი თუ რამე გჭირდება ხო საახალწლოდ ვიყიდოთ ჯერ სად არისო კაცო და მერეო გამოვალთ და ვიყიდითო და ის ვერ მოტვინა რომ თვითონ სამსახურშია და მე სამბავს ვერ დავტოვებ და ვერაფერს რო ვერ ვიყიდი ბრინჯიც კი არ მქონია ეხა დღეს დილით რომ მოვიძიე ფაფა რო გამეკეთებინა ბავშვებისთვის არც ჩაი უნდათ არც ფაფა უნდათ არაფერი არ უნდა საერთოდ არ დალიეს არც არაფერი ამათმა დღეს დილით აი ესე არიან პეჩენია და რაღაცეებით ენანაკონი მედი შენ თმა დაივაცხნე კარგი შენი იქ
ხო ივარცხნი ხოლმე. მიდი დედიკო. მიდი ჩემი ჭკვია. ხო და არ ვიცი. მუხა ქვიან მოვიდა მე ეძინა და არ გავაღვიძე, თორე მსგავსად რამოდენიმე ვიდეო რო გავასაჩივრე, ოღონდ 3 თვის სჭირდება და მე გადახედავენ თვითონ და ჩვეულებრივად მოშორდა ის თვითონ რო წაშალეს თავიანთი ჭკუით. ბავშვი საქანელაზე მყავდა და საშიში არისო ბავშვისთვის და მაგიტომ როგორ თქვეს ბავშვის უსაფრთხოება რომ არ დავიცავით იმ საქანელაზე რომელიც ესე დაბალზე კიდია ჯგალში ხო გახსოვთ რაც. ხო და მე ჩვეულებრივად ძევს ეხა მაგ ვიდეო გაასაჩივრა მუხრანი. ღმერთო დიდებულო მასეთ საქანელებზე კი არა სასწაული ვიდეოები დევს YouTube-ზე ბავშვების გინდა თუ ვისიც სადაც უფრო მეტი საფრთხეები არის მე ქართველებს არ გულისხმობა აქვს სხვაც თუ გინდა ნებისმიერს რას გადაეკიდნენ ამ ჩემ ვიდეოებს სხვაზე აღარ ითი უნდა ვიბანაოთ ვერ გავიგე ეგერთი თან კამერების გარეშე არასდროს არ შემიყვანია ბავშვები სხვაზე აი არ ვიცი როგორ უნდა დავიცვა მარტო მეტი ამათი უსაფრთხოება ხო არ შევფუთავ მთლიანად კამერებით ბავშვმა ცურმა ხო უნდა ისწავლოს დინარის ვიდეოც არ დამიბლოკეს მასე და არ წამიშალეს ღმერთო დიდებულო ერაფერს ვერ გაიგებ ამაცას არ არის დედა მამიკო კამერისთვის მამიკოს არ ცალია ეხა წესით უნდა მოდიოდეს აქეთ რომ მოასწროს რამის ყიდვა ერთი ჩემ გემოზე გავსულიყავი სადმე და რამე მეყიდა მე რაც მინდა მაგალითად მუხანის რო არ ვეხვეწო მე მეუბნება ეს არ არის არსად მოძიება რო დაეზარება არ ვიცი ნამცხვარსაც ის ფენოვანი სომი რო ვიყიდე კი არა და რა ქვია ხალხო ფირფიტა რო ვიყიდე ისიც ისე მიდევს ფაფა არ მექნება და არ ვიცი მალაკოთი გავაკეთო ფაფა სხვანაირად იმას არ უნდა ვიცი ნაპოლეონს ფაფიანი კრემი თოვას იწყებს თითქოს წვიმს და ურევს ხო და ვიცი რომ ფაფიანი არ უნდა მაგრამ მე რბილი მომწონს რბილი რო აი ეგ მომწონს ფორათავება არ მიყვარს დიდად ის ეხა რაც მქონდა ხო მოვიტანე ვიღაცა მოვიდეს იქნება და მე დოს მეთქი ერთი ნაჭერი არ შევჭამე ერთი დაემან ადამ ხო და დანარჩენი ის მთლიანად მუხამ შეჭამა საერთოდ რომც არ ვიცოდი ისე ცარიელი ისიდო აქ მოკლედ ადას ტემუდან გამოუწერ მეთქი იმას რა ქვია კაბას და ფეხსაცმელს მომეწონა იქ ერთი განსაკუთრებით და გუშინ ჩემს სახელზე რამე უყიდეო რომ მითხრეს ადას ხო და მგონია რომ გამოუწერე მაგრამ რაღაცის გადასწურებას ელოდება მსგავსად არასოდეს არ ყოფილა რომ აი რაღაცა კოდი უნდა გამოგიგზავნო და უნდა ჩაწერო ეს კოდი მე მგონი ვერ გავაკეთე იმიტომ რომ თან ხარ ჩამომაჭრა და რამოდენიმე წუთშიო დამუშავდებაო თუ რაღაცაო ღმერთო რა ეს ჯანდაბობები დაიწყეს ეხა მან ცლის გემრიელად იმავშვებოდი წერდი მაქედან რაღაცებს ადას რო ყარ ზუსტად ისეთი კაბა ავარჩიე და იმავე ფერის ფეხსაცმელი ქუსლიანები დაივარცხნე? ვიდომ დაივარცხნა შენდედი კაი მოგხედა ამას დავჭრი და მოგხედავდე ესე იგი ყოველ საათ ნახევარზე
მიყენია ბუდელნიკი რომ დარეკოს და მე გამეხვიძოს ავდგე. თუ მძინავს რა თქმა უნდა. გოდე რა ხდება რატო ყვირის? ხოდა დღეს მუხა მყავდა გაფრთხილებული რომ უჩემო და წახიდე მეთქი. ჩემ დედამთილზე არ ვიცი მე ხა ჩვენს საახალწლოს სადმე წავალთ არ წავალთ და ასეთ სიცივეში უკვე აღარ მინდა ბავშვების წაყვანა სადმე რომ მეშინია ისევ არ მოგიბრუნდეს ან რამე თქო. იმიტომ რომ ისე გაწვალდნენ სამივე ბავშვებს კეთიცებით გოდეგან საკუთრებით გაწვალდა ისე გაწვალდნენ რომ არ მინდა რომ ისევ რამე ეს სამყარო როგორმე როგორმე უნდა გავიტანოთ. გოდეს უხარია ამ ყველაფერს რომ ვაკეთებინებ და ასე რომ თან კარგია კვერცხის შეწვა მაინც ხო უნდა იცოდეს ბიჭმა. ამის დაჭრა არ იცის და ისე მაინც რომ შეწვას კვერცხი იმასაც შეჭამს. რამდენჯერ არის მაგალითად არ ვიცი რატომ იყო რომ თბილისში რომ ვიყავი აი მაშინ წარსულში მაგალითად იმას აი არც ჩვევიო ისე რომ აი საჭმელი რომც არ დამეხვედრებინა ან რაღაცა არ ვაკეთებდი სიმართლე რომ გითხრათ. მართლა არ ვაკეთებდი მე დავიწყე. მართლა მე დავიწყე იქეთ. რატომ არ ვაკეთებდი არ მახსოვს. მომე შენ გიჭირს ამის გადაგაცნობა და აი თო კი მეც ვიცი. ხო და მოიტანდა ხოლმე არ ვიცი სასადილო იყო თუ რა იყო ხომი ყველი ჩახარშული ბარკალი ჭამდი მაგ დროს. ეგ მე შენს ისღა და ბარკლები და ის გაყენული რაღაცები ჩემმა ძმაკაცმა ჩამიგდო ვიდეო. იქ საჩინოში მუშაობდი მაშინ მაღაზიაში, ანუ იქედან გამოსული ვიყავი უკვე და რაღაცეებს უკეთებენ წამლებს და რობერავენ და რაღაცა ღმერთად იდებულა. აი მაგის მერე შემზიზღდა რომ მაგის მერე მივატოვე იმის ჭამა. გაყინულების. ხო და მანამდე კი მივირთვევდი და მოქონდა ესე თითო ბარკლები, შემწვარი კაი შეფიცკინებული ხომი ყველი და აი მახსოვს რომ ზოგჯერ მართლა დღეში ერთხელ მიხდებოდა ჭამა. მაშინ იქეთ რომ გადავედით ჩვენ ზინა დეიდასთან თუ დაიცა ლენა დეიდასთან ლენა ერქვა. ის მე მგონი უკრაინელი იყო, არ ვიცი რუსულად საუბრობდა და მოკლედ მე მგონი უკრაინელი იყო, ზუსტად არ მახსოვს რუსი იყო თუ უკრაინელი. ცუდად ვიყავი მაგით რომ გადავედით თორე აქეთ წინამძღვრიშვილზე რომ ვიყავით იქ ჩვეულებრივად ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ იქეთ ალბათ მე ყველაფერზე გული არ ვიცრი, რა ვიცი მახსოვს რომ არ ვაკეთებდი და ესე მოჰქონდა იმას გაკეთებული საჭმელი. ხან დედა ჩემს მოქონდა, ხან იმას დედიკო კათარატოსი ხარ. ხომი მართლა კაი იყო, სულ თეთრი ქათქათა ხომი მოჰქონდა. ესე იგი, ერთი ვანა გარეცხილები მიდევს აქ. აბანოს კარი დაახურე დედიკო, ფანჯარა მაქვს ღია საწოლო თახში და იქ და
მცივე შემოდის საშინელი. აქედან სითბო, იქეთ სალაში არ შედის. იქეთ სულცივა, იქეთ მე მაგალითად სულცივა, ამაღაცივა. აი ორივე კარი მოუღია. ბიჭო, ხო ხედავ აქეთ როგორ ცივა. მერტო, შემეშინდა. არ ვიცოდი შენ რო იყავი. შუქი გამოუქე ტუალეტში და აყვირდა. სუყვირი ზეგავში. ეხა მინდა მე ოხრა ხუში. ეს ქინძია, ესა მე მგონი ოხრა ხუში. აი ხალხო პრას. სუპას გავკე. შენთან უნდა ade, შენ გეთამაშებოდი. აი იმას. რა არის ეს რა არის? ჩემკენ რატო იშვეთი? მინდა. მე ამსავია ჯერ. ეგე პუმ. აქ რა მა. ეს გოდეც ახველებდა, მაგრამ გოდეს მივეცი სტრეპტოციდი. რა ვიცი, სხვა ვერაფერი ვერ მივეცი, სტრეპტოციდი მივეცი. ესა, ბაში. ეს არის სოფლის უწამლავი წუანილი. წამლის გარეშე. გადახურულში აქვთ და გინდა დედა რა გამომიღე იქეთ ხორცისუნელი გამომიღე ეს არ არის ხორცისუნელი მე დავხერი როგორც მაინც ამხარა ეს თებშზე უნდა გავხსნა დედიკო, თორე ისე არ გაიხსნება კვერცხში. ხო. მე გადავასწადე და მოგხედავ. დადე და დავასვანებ მე და დავჭყოთ. არ უნდა, აგერ მაქვს, რამდენი დავსვარო, ბიჭო. მევრე ცხავერე და საშინლად ცივია ეს წყალი. მე ხალხი ხო. რაცივია. მერე ახლა ხო იცი რა ცივია. ხო. ჩემმა მაყურებელმა ჩამიგდო. ვერ ვიპოვე მე 45 ლარა დროიდო თუ 59 არ მახსოვს ეხა. ის და უნდა მოვატანინო შევუკვეთო და ეხა დააყენებს მერე და ხასიათზე მოვიდა გოდეცი ხო ხედავ. მადლობა ხმერს. კარგი. გოდე ჩადიაცი ისე დაახურე და ჩად. გეყოფა. მოვდივარ მოგხედავ. ეხლა ვნახე საგოზერნოში, აი ისეთი მრგვალი დაფები და ის უნდა ვიყიდო. ის არის მასიზამს ეს. არ გაიხსება, მთლიანად მრგვალია.
სად არის ახლა ის? ორი ახლა იმკვეთს შენ. დედა როგორ ტრიალებს ეგ როგორ ნანობ ამ გაზის იმას რო არ დავაკვირდი მაშინ. აი როგორ ნანო. სად გამებს? გეყოფათ. გასვამ ესა ვაკეთებ, მაგრამ ესა ვაკეთებ. გეგა ბუა გააკეთე. მირთმევს ეს მეანგერ ყავა გამიმზადე ნახავდით დავაჩქარე მაგ ვიდეო არ მინდა დიდი ვიდეო გამომივიდეს ჩემი ახალი ჭიქით დავლიოთ უი არა მომივლები ახალ ხოწყალი სჭირდებოდა როგორ არ სჭირდებოდა კაი რაც არის ეგ არის ხო არ მომკლავს კაი იმათ ვაჭველ ჯერ და მოვალ მოკლედ ესე ადამაჭამა საერთოდ ყველაზე მეტი გამჭამა გოდეს ნახეთ ხორცრებს უშრება всё აქ ქვემოთ არც შეიხედება ახლა იმდენი პური ყრია ნამცეცები არ იყო ეს ახალი პურის იმასე რომ გითხრათ ვუი მუხას უნდა მივწერო ეხა სანამ მოსულა გუშინ წინ რომ მოიტანა მუხამ საღამოს და ის პურია ამიტომ ამას გადავდებ ეხა სხვისთვის მისაცემად და იმას ვიზარ მაქვია ბიჭუხუში იქ არ არის უყურე ახლა ხო ხედავ რომ მანდ არ არის და თან ვერც გამოახებ ტელეფონი მიდევს მანამდე ისე დაგიხარ დედიკო მთელი დღე მე რო რამეს დავიწყებ всё მაშინ მოუნდებათ პირსახოცი ცხვირსახოცი და საერთოდ ყველაფერი ხა ამდენს გაძლევთ ამ იმას ნახე ხალხო რა ქნა Teta, გამაგიშებს. ნერვები არ მივარდა. რამე მირჩიეთ ერთი. თორემ მართლა. არ ვიცი რამე შვერება. აი მართლა არ ვიცი რამე შვერება. რას გავს მაცივარი მივაკვდი შიგნიდან გამომწმინდე გარეთ ყველაფერი და ეხ გაჩვენოთ რას გავს შუქიავანთო აი უყურეთ კიდე არ ჩანს კარგად აი უყურეთ რას გავს აი ზემოთ ვერ მიწვდა მაგრამ აქამდე მიწვდა სადამდეც მიწვდება იქამდე რა შეენახულება თვითონ რა შეენახულება დილით ადრე ადგება ხო მაგალითად დღეს არა მაგრამ გუშინ რო გაეხვიცა გაუშვი ადა წადი ახლა შემეშვი დედიკო დროზე ანა შემეშვი ნანიჩი რა რიცი ახლა მინდა დავლიო მოვიდა წყალი ამადოღე ნახე სალფეტკი მივეცი და იმაზე იწმინდა
ველოსიპედი ვინც გამოიყვანა, წაიყვანოს ეხლა. არ მაინტერესებს თქვენ არეკი თქვენ წაიყვანეთ. არა, არ წაიყვანს იმას 100 წელი. ეხვეწო, ემუდარო კი არა, რაც გინდა უქენი არაფრის დიდებით არ წაიყვანს. კაფე დაიგეთა უცი. კაია, მომწონს, ძალიან მომწონს. Ukulele nikininiya. Dedi ukulele nikininiya ukulele. Dedi koishi. ეხა მეორე წყვილი მინდა ესეთი კიდე. რომ მქონდეს მეორე წყვილი. ესეთი. იმიტომ რომ არის ლამაზი ძალიან და კარგია რომ გქონდეს ესეთი ჭიქა. Dedi. Latkinda isini ახალი. მინდა. მიყვარს მე ყველაფერი ლამაზი. Latkinda. მინდა. მიდი გასიებულია. ესე. Ani. ძალიან უწონს და თავისი კოვზებიც მოყვება არა Dedi მინდა. ახლა დიდი კოჟია. არავის არ აქვს ვისაც ნისიად ვართვევ თორე. გამოვართვევდი. იმედია მახსოვს ის ადგილი ეს სადაც ვიყიდე. იმედია მახსოვს. ეცა მოხან ფოტო გამომიგზავნა და პური ერთი წამი. ჟელატენის გავაკეთებ მეთქი და მომიტანე მეთქი ვუთხარი ჟელე იმას მუხრანის. 100 წონი 100 გრამი 100 გრამი მაქვს და არ მახსოვს თვითფასებო ის როგორ გავაკეთე მე მგონი მთლიანად ადუღებული ანუ ადუღებამდე მისული ჟელე ავთქვიფე და თეთრი მასა გახდა მე მგონი აი მისთვის კექსები რო ამოვავლე არ მახსოვს არც ვიცი ჩემს ვიდეოებში როგორ უნდა მოვიწიო ჯანდაბადაზე პირად არ დამამახსოვდა თეთრი ფერი მინდოდა და მე დანარჩენი კიდე ორი ფერი მაქვს ყვითელი და მწვანე ხმერთო ჩაურთეთ ბიჭო ტელევიზორი ვერ გავუყიათ გუშინ აქ თუ გუშინ წინ ვიყავი ქალაქში არ მახსოვს მაგრამ არ ვიცი რატო ხდება და სენაკში ყოველთვის ოქროს ფასები არის ძალიან ძვირი. გავიკითხე. გრამი 300 ლარიო ხალხო მე რო ეტყვირო აი ზუგდიდში 260 ან 270 ხო? ჩემმა დედამთილმა მითხრა იქ სადაც მუშაობდა უყიდაო იმან. ერთმა ქალმა ერთალი მოუყანიაო თუ რაღაცა და მოკლედ 260-270 არისო ზუგდიდშიო თქვენსო მაშინ. ხო და სპეციალურად ვიკითხე, იმიტომ რომ ერთხელ გამლანძღეს რო ვთქვი მე. ხო და სპეციალურად ვიკითხე ხა გუშინ 300 და არაფერი არ მითქე ისე გამომედი კიდე არ მინდოდა რომ გაველანძღეთ. მაგარია. კაიეს ჭიქა. მეორე ჯერ არ მიმიცია საჩუქარი, მაგრამ მივცე. ხმას ჩაუწიე, მუსიკები არ მინდა. მეორე თამთასთვის მინდოდა განკუთვნილი მაქვს. მით მინდოდა ისეთ ჭიქა, მაგრამ მე მოიტანს ის გოგო და მე ვიყიდი. ასე რომ ეხლა ვისთვისაც განკუთვნილი მქონდა, იმათ ვაჩუქებ და მე საგოზერნოში მომეწონა კიდე ერთი. ისიც თავსახურით იყო, წითელი თოვლის ბაბუებით თუ რაღაცეებით და ესეთი კოზი მოყვებოდა იმასაც.
14 და არ მახსოვს 15 ნახევარი იყო. ჯერ გამიკვირდა იმ რაღაც ფარავდა კოვზი იმ ერთიანს, რაღაცა ფარავდა რა ერთიანს და 4 ნახევრად მეთქი და კიდევ გამავიღე და მე რო დავაკვირდი 14 ნახევარი ეწერა დავაგდე, როდის იყო რომ ვიყავით. გადასხმა რო გავუკეთეთ ბავშვებს მაშინ პირველ დღეს. ეს შემოკარგებო. ეს ჯერ არ ჩამეყრია მიდევს აქ. ყველაფერი მეზარება, ეხლა დღეს გავაკეთებ ფაფას, იმ ნაპოლეონს გავკრემავ. მერე გეგას ნამცხვარი რო არ გამოუცხო, არ გამოვა და ნამცხვარი უნდა გამოვაცხო. მაგალითად ის რო გავაკეთო მე 3 კვერცხით, ან 2 კვერცხით. გამოვა პატარა ტაფაზე და გამოვაცხობდი, მაგრამ იმას მაინც ერთნაირად უნდა რა. მაინც იგივე უნდა გავაკეთო. გინდ დიდ ჟარონაზე გაგიკეთებია, გინდ პატარაზე, მაინც იგივე მოქმედებები უნდა, რაც დიდის გამოცხობას. ამიტომ არის რო ჯობია რომ დიდი გავაკეთო, ხე მაინც იმის მეც არაფერს არ ჭამენ ჩემი შვილები და ის ეკნებათ. ტორტი მინდოდა. უბრალოდ ჩვეულებრივად არაფერი ისეთით ქოქოსი მაქვს და ზემოთ რამეს მოვასხა. კარამელი არ მაქვს. მინანქარს მოვასხა მან რამე. არ ვიცი ნახოთ. რას გავაკეთებ? ვისი ცხვირია მაგი? გეგა ღმერთო, რა უშველო. ძალიან ბევრი ის აქვს შუშხი. ძალიან ბევრი. არც გარეცხით მორჩა, არც არაფრით ის გამოვიწერე. როდის მოიტანენ არ ვიცი თორე. ის გამოვიწერე, რა ქვია, ცხვირის გამოსარეცხი. რო აჩვენებელი კარგი არისო, აი ის გამოვიწერე და ვნახოთ აბა. რომ მოვა, მე გეტყვით თუ როგორი იქნება. მოკლედ ეს. იანვრიდან არ ვიცი როგორ მოვახერხებ, მაგრამ კბილზე სიარულს. მინდა რომ მოვისტუმრო ეგ ამბავი. ეს აქეთ მოსაღები მაქვს და მაწვალებს ძალიან. გავიკეთებდი ხე მაინც იქეთ და всё. ეხა მოხრანი რომ მოვა ის უნდა ვაჩვენო ერთი რატომ არ ჩამომაჭრა თანხა. ტემოდან რომ გამოვწერე და რატომ არ დამტკიცდა რომ გამოწერილი მაქვს თუ რაღაცა. მოკლედ ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება. $35 ლარად გამოვწერე ქუსლიანი ფეხსაცმელი და 50 ლარამდე იყო მე მგონია და სკაბა. სუსტად არ მახსოვს 58 თუ 50-მდე. თავად ჩავხედავ და მე გეტყვით. გუში რო გავუკეთე სადაც საჩუქარი. მინდოდა რომ ისეთი მიყიდა რაც ზუსტად კარგი ექნებოდა და იქედან რაც ჩამოდის ყველაფერი კაი აქვს. ეხა ვერ გავიყვანდი. ცოტა დიდი ზომა უყიდე ფეხსაცმელი, იმიტომ რომ საფხულისთვის იქნება და მომავალ წელს რო კონდეს კარგი, ანუ სანტიმეტრებით ვხვდები თუ რა ზომა გამოუწერეთ მანამდე და ეხლა 3 თუ 4 სანტიმეტრით დიდი ზომა გამოუწერე. ამიტომ ვიცი რომ მომავალში რო კაი ექნება ისეთ თუ არა და მივაბრუნებ კიდე სხვას გამოუწერ და ესე. მაგრამ აკვიატებული ქონდა
ხუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან უყვარს იცით. პეტერაქუს ისეთი და ის იმ ფერის კაბა. წითელია ფეხსაცმელი და წითელია კაბაც. შავი მომეწონა ის კაბა მე, მაგრამ მოკლედ რა ვიცი, რახანადაც წითელი ვარდისფერი ესფერი უფრო უყვარს. წითელი გამოვწერე, ვარდისფერში არ იყო და. ამაში რამდენი მიდის, არ ვიცი ოღონდ. ავა, ვერ დავამთავრე. მაგამდეა. წავედი ახლა მე საქმეები მაქვს. შევდგები ცოტ-ცოტად, თორე ამ ბავშვებთან ერთად სტაფილოს სალათი უყვარს მუხრანიც და სტაფილობლომად მოვიტანე, რომ გამეკეთებინა ცოტა მაინც. სტაფილოს სალათი ოლივიეს გავაკეთებ. საცივი მექნება, ვაიმე ყველი დამავიწყდა რომ ეთქვა. მივწერო ყველი, თრევებით აბა და მოვალ მერე.